ერთხელ ქადაგებისას ერთმა დედაკაცმა ხმა აიმაღლა ხალხიდან და თქვა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა და ძუძუნი, რომლებსაც სწოვდი. მან კი თქვა: ნეტარი ის არის, ვინც ისმენს და იცავს ღვთის სიტყვას. სახარებიდან ვიგებთ, რომ ქრისტესთვის უპირატესი და მოსაწონი იყო ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებდა. ერთხელ სახლში ქადაგებისას უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად. უთხრეს იესოს: გარეთ დედა შენი და შენი ძმანი და დანი არიან და გეძებენო. მან კი პასუხად უთხრა: ვინ არიან დედა ჩემი და ჩემი ძმები? გადახედა გარშემო მსხდომთ და თქვა: აჰა, დედა ჩემი და ჩემი ძმები. რადგან ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც.